როდესაც ბაღს ექმნება საფრთხე და ბაღი იხურება 40 მშობელი ვრჩებით ყოველგვარი სოციალური სივრცის გარეშე. მარტო ჩვენ, ანუ ოზურგეთის რაიონის სოფელი შრომის ბაღი არ დგას ამ პრობლემის წინაშე, ამ პრობლემის წინაშე დგას ყველა ის რეგიონი, სადაც ყურადღება მოსუსტებული არის. მე რას ვითხოვ, რომ ჩემს შვილს ჰქონდეს ბაღი, ჩემს მეორე შვილს ჰქონდეს სკოლა, იყოს კეთილმოწყობილი, უსაფრთხო, ფერადი სივრცე, რომელსაც იმსახურებენ ბავშვები, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ სადაც შეუძლიათ რომ გაახალტულონ და წაართვან ჩვენ შვილებს ფერადი პერსპექტივა, ყველგან აკეთებენ მაგას. ანუ ისეთი რეალობა შეიქმნა, რომელიც ფაქტობრივად დასჯილი ადამიანის, დასჯილი მშობლის პოზიციაში აღმოჩნდა. ეზოში თითქმის ბავშვები არ ჩადიან მარტო ნახევარი საათით, იმიტომ რომ სკოლა და ბაღი ერთ ეზოში არის. როდესაც დავბრუნდით თბილისიდან, ბავშვები ჩამოვიყვანე და დავარეგისტრირე ოზურგეთის რაიონის სოფელი შრომის საჯარო ბაღში და საჯარო სკოლაში, რადგან ერთ შენობაშია ბაღიც და სკოლაც განთავსებული, ჩემთვის გაცილებით უფრო პრაქტიკული იყო დროის თვალსაზრისით, რომ მიმეყვანა. როდესაც ბაღს ექმნება საფრთხე და ბაღი იხურება 40 მშობელი ვრჩებით ყოველგვარი სოციალური სივრცის გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ კი ჩვენ შვილები მაგალითად თამაშობენ შეიძლება ეზოში, მაგრამ ბავშვებს სჭირდებათ სოციალური სივრცე. აქ არ არის ის სასრიალო, საქანელა, რაღაც თავშეყრის ადგილები, სადაც უსაფრთხოდ გაუშვებ ბავშვს, არ არის მაგალითად აქვე ახლოს სტადიონი. აი ისეთი სივრცეები, სადაც ბავშვები თავს იყრიან, ეს 1600 ოჯახი ცხოვრობს, უზარმაზარი სოფელი არის და არავითარი სივრცე არ არსებობს იმისთვის, რომ მშობელმა, ბავშვიანმა მშობელმა თავი იქცნოს კომფორტულად, თუ არ ჩავთვლით ერთ ახალ აშენებულ სტადიონს, რომელიც ახლახან საარჩევნოდ აგვიშენეს. და ეს პირველი პრობლემა იყო მაშინ, როდესაც მეწყერი ჩამოწვა და სახურავი დაზიანდა სკოლის და ბაღის. აქვე ვიტყვი, რომ ანუ მიუხედავად იმისა, რომ უთვალავი პრობლემის წინაშე თავიდან, ანუ გეჩვენება, რომ ძალიან ბევრი პრობლემა არ არის დაუშვათ სპორტ დარბაზი, ფერადი სივრცეები, სათამაშოები, კეთილმოწყობილი ეზო და თავიდან ამაზე რომ ამახვილებ ყურადღებას და ამ დროს საერთოდ სათხარ, ანუ ეგ ყველაზე მე-1000 ხარისხოვანი, ეგ საერთოდ დღის წესრიგში დგას ის, რომ გენგრევა შენობა თავზე. და ერთ-ერთი იყო მეწყერის დროს დაზიანდა შენობა და მოკლედ ერთი თვით თუ ორი თვით დაიკეტა ბაღი. ამ ორი თვის განმავლობაში შეაკეთეს სახურავის კონკრეტულად ის ნაწილი. მერე ისევ აღდგა სწავლა და ისევ იგივენაირად პრობლემის, იგივენაირად გაგრძელდა ჩვეულებრივად ყოფა და ეხლა დიდთოვლობის დროსაც დაზიანდა სახურავი. და მშობლებმა ასე ვთქვათ, გააქტიურდნენ რა, მოითხოვეს, რომ გადაეხურათ სახლი. ჩვენ ბაღის სახურავი, მშობლები ვითხოვდით, რომ გადახურულიყო ბაღის სახურავი კაპიტალურად. და ეხლა დავდექით მეორე პრობლემის წინაშე. თუ მაგალითად გადაიხურება, აი რაღაცა ისეთი რეალობა შეიქმნა, რომელიც ფაქტობრივად დასჯილი ადამიანის, დასჯილი მშობლის პოზიციაში აღმოჩნდა. დასჯილი მშობლის პოზიციაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ მე ეხლა ამ შუა სამუშაო პროცესში თუ შეწყდება პირობითად საგაკვეთილო სივრცეები ბაღისთვის და სკოლისთვის, გამოდის, რომ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად და ჩემს სამსახურთან ერთად, რომელსაც მუშაობ და ასევე ანუ ძალიან ბევრ ფიზიკურ შრომასთან ერთად, ანუ შევდივარ სრულიად ჩამოუყალიბებელ დაულაგებელ რეალობაში, რომელთან ადაპტაციაც ჩემთვისაც რთულია და არა მარტო ჩემთვის, ჩემს გარდა კიდევ 90 მშობელი არის, რომელიც იმ შენობაში არის და ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ მაგალითად მეწყერი როცა იყო, ხო, კიდევ არის ძალიან გრძელი რაღაცა არის, მაგალითად ტენდერი მოიგეს, თავიდან ყველაფერი დაიგეგმა და იყო ის ასე, რაზეც შევთანხმდით და რაზეც გადავედით თმენით რეჟიმში, იყო ის, რომ თავიდან როცა მივედი და ვიკითხე, სიტუაცია დაალაგდა ასე.
ბაღმა მოიგო ტენდერი, ბაღი უნდა გადასულიყო სხვა სივრცეში, ეს უკვე დასრულებული უნდა იყოს. სხვა სივრცეში ამის გამო არ კმაყოფილდებოდა ჩემი თხოვნები, რომ აი ეზოში სივრცე მოვაწყოთ, მშობლები ქვიშას მოვიტანთ და რაღაც არგუმენტი იყო ის, რომ ეს არის რესურსების ფლანგვა, ტენდერი უკვე მოგებული აქვს, ბაღი გადავა. სკოლა ამ შემთხვევაში უკვე ითვისებდა მთლიან სივრცეს და ამ ათვისებულ სივრცეს მერე უკვე იწყებოდა ის კეთილდღეობისთვის თუ კეთილმოწყობისთვის შემდგომი ბრძოლა თუ არ ვიცი რა დავარქვა ნაბიჯების გადადგმა. და საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ ტენდერი გაუჩინარდა, ანუ გაქრა ეს ტენდერი, ბაღი დარჩა ასაშენებელი, საძირკველად ჩაყრილი. ანუ ის სახურავით არავინ არ გადახურა, იმიტომ რომ ელოდებოდნენ იმას, რომ ბაღმა ტენდერი მოიგო, ბაღი უნდა გადასულიყო ცალკე შენობაში. ანუ და ეხლა კიდევ სწავლას ვერ ხურავენ, ისევ იგივე წრეზე უკვე მესამე წელია, ანუ ეგ წლებია, მაგრამ მე ვამბობ ჩემი შვილების სწავლის მესამე წელია ვართ იგივე ლუპში, სადაც ეხლა ისევ კონკრეტულად იმ ნაწილს ხურავენ და ანუ ნებისმიერი გაწვიმების დროს შეიძლება ჩამოვიდეს გასაგები არის ჩვენ აგვიხსნას, რომ ეს ისი არ არის, მაგალითად სინკარებით არის გაკეთებული და რაღაც ანუ თავზე არ დაგვემხობა ეს, მაგრამ ანუ მარტო ეგ საბაზისო რაღაც ხო არ არის, რომ აუცილებლად არ მაგალითად გაწვიმდება და გადმოვჩდებით, ანუ ეგრე თვითგადარჩენის რეფლექსში თუ უნდა ვიყოთ, ანუ ჩემს სახლშიც საკმაოდ ექსტრემალური სიტუაციაა, მაგრამ ანუ დღესდღეობით, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი არის, ანუ ამხელა სოფელი არის, ამხელა სივრცე არის და 1600 ოჯახი ცხოვრობს, წლევანდელი აღწერით, თვითონ ხო აღწერეს ეს რამდენი ოჯახი, 1600 ოჯახი ცხოვრობს, რამდენი ბავშვი არის და მთლიანად უგულებელყოფილია ბავშვების საჭიროებებით. შაშან საკმაოდ სევდიან რეალობას შევეჩეხე პირველი რომ მივედი, იყო ის, რომ ბაღში არ იყო სათამაშოები, არ იყო საკანცელარიო ნივთები, ანუ ბევრი რაღაცა თითქმის არ იყო. და რეალურად გამართული არ იყო. არის შეშის ღუმელი, რამდენიმე მშობელმა გამოთქვა შიში, რომ აი რამდენად უსაფრთხოა და არის თუ არა უსაფრთხო, მაგრამ ნუ სოფელი არის და რაღაც მხრივ დავჯერდით მაგას. საწოლები და ბავშვის მოსასვენებელი სივრცე არის. ამ ეტაპზე მასწავლებლების აღმზრდელების და ესე ვთქვათ, ბაღის შიდა მენეჯმენტიდან შემუშავებული ესე ვთქვათ, მეთოდით რაც ჩემთვის ასევე არის ძვირფასი და რომლისთვისაც მადლიერი ვარ აღმზრდელების და მშობლების არის ის, რომ ძველი ნივთებიდან, ანუ სახლიდან წამოღებული ნივთების ფუნქციური გამოყენება, ანუ მაგალითად დაყოფილია კუთხეები, მგონი კულუკუმის მეთოდი ქვია, ზუსტად არ ვიცი, ეს ბაღის მეთოდისტმა როგორც გააკეთა და როგორც დაორგანიზა, ეს იყო ჩვენი შაშანდელი, ესე ვთქვათ, დასაყრდენი რა, რომელზეც ცოტა ამოვისუნთქეთ, რომ რაღაცა ტიპის გასართობი სივრცე შემოვიდო და ეს იყო ის, რომ მაგალითად ძველი ნივთები, კოლეიდოსკოპი რაღაცები მშობლებმა, აღმზრდელებმა, მასწავლებლებმა მოაგროვეს და გააკეთეს კუთხეები, მაღაზია, სალონი ან რაღაცა ესეთი სივრცეები, სადაც შედარებით ფუნქციური იქნებოდა რა, მრავალფეროვანი თამაშის და რაც შეეხება ეზოში თითქმის ბავშვები არ ჩადიან მარტო ნახევარი საათით, იმიტომ რომ სკოლა და ბაღი ერთ ეზოში არის და შიშობენ, რომ უსაფრთხო არ იქნება ბავშვებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებულია, რომ 2 საათი, მათ შორის წვიმიან ამინდშიც ბავშვს უფლება აქვს, რომ იყოს გარეთ, ბავშვები ვერ ახერხებენ 2 საათის განმავლობაში გარეთ ყოფნას. შარშან ვთხოვე ბაღის გამგებელს, რომ შემოეღობათ ღობე, ანუ რაღაცა სივრცე ვაჩვენე. და თუ ღობეს შემოღობავდნენ, მაგ შემთხვევაში მშობლები შევთანხმდით, რომ ურეკიდან ამოვიტანით ქვიშას და შევძლებდით, რომ მოგვეწყოთ ჩვენით სივრცე ბავშვებისთვის, სადაც ითამაშებდნენ მაგალითად ის 2 საათი და აღმზრდელებიც დაძაბულები არ იქნებოდნენ, რომ ვაიმე დიდი ბავშვი არ დაეჯახოს და რაღაცა იქნებოდა უფრო მეგობრული გარემო და ამას დაახლოებით, წყვეტდა 500 ლარი ბიუჯეტიდან. აბსოლუტურად ეს არის პერსონალის და მშობლების ანუ ის ყველაფერი, რაზეც ყურადღება გავამახვილე,
ყველაფერზე პასუხი იყო, რომ იქნება ახალი ბაღი და გადავალთ ახალ ბაღში. ეს კომენტარი მე მესმის მეორე წელია, მაგრამ ჩემამდე მყოფ მშობლებს გაცილებით უფრო დიდი, ანუ ალბათ მესამე ან მეოთხე წელია კი. მარტო ჩვენ, ანუ ოზურგეთის რაიონის სოფელი შრომის ბაღი არ დგას ამ პრობლემის წინაშე, ამ პრობლემის წინაშე დგას ყველა ის რეგიონი, სადაც ყურადღება მოსუსტებული არის. ანუ სადაც შეუძლიათ რომ გაახალტულონ და წაართვან ჩვენ შვილებს ფერადი პერსპექტივა, ყველგან აკეთებენ მაგას, ანუ ყველგან ესე ვთქვათ, ართმევენ ბავშვებს მაგ სიფერადეს, რაც რეალურად რაზეც ამბობენ რომ აქვთ ეკუთვნით და მათი არის. მე მინდა რომ ჩემს შვილებს არ ქურდავდეს ის ადამიანები ასეთ სივრცეში და თუ ამას ვინმე გააკეთებს, მაშინ ანუ ეგ ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს, ეგ უნდა გამოიძიოს, ანუ როცა ვიღაცა ბაღის ტენდერს იგებს, რომელსაც მე აკრობს, მე რას ვითხოვ რომ ჩემს შვილს ჰქონდეს ბაღი, ჩემს მეორე შვილს ჰქონდეს სკოლა, იყოს კეთილმოწყობილი, უსაფრთხო, ფერადი სივრცე, რომელსაც იმსახურებენ ბავშვები, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის.